გადაცემაში გვერდება მწერალი ნინო ხარატიშვილი, ქართველი მწერალი, რომელსაც განსაკუთრებით ევროპელი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. მადლობა მინდა უთხრა ნინოს გადაცემაში მონაწილეობაზე თანხმობის გამოცხადებისთვის, თუმცა ამავე დროს დარწმუნებული ვარ, რომ მას ბევრი რამ აქვს სათქმელი ქართული აუდიტორიისთვის, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ახლაც კი ქუჩაში დგანან. დღეს იყო, ასე ვთქვათ, ტრადიციული პარასკევის, პოლიტპატიმრების, ოჯახის წევრების, მათი მეგობრების, მათი კოლეგების და ზოგადად მათი გულშემატკივრების მორიგი მსვლელობა თბილისის ქუჩებში. საქართველოს მოცული აქვს ამ აქციებს, თუმცა ამავე დროს საქართველოს მოიცვა იმ ძალიან უცნაურმა და მოულოდნელმა შეგრძნებებმა, რომელიც გვეგონა რომ წარსულში დავტოვეთ. ნინო, თქვენი ნაწარმოებების უმეტესობა, დიდი ნაწილი მთლიანად იმ ეპოქას ასახავს და ეხმიანება, რომელიც გვეგონა რომ წარსულში დავტოვეთ და ჩვენს ავტორიტარულ რეჟიმში დამყრობულ ოკუპირებულ გარემოში ცხოვრებას უკავშირდება. წარმომიდგენია რა განცდები აქვთ იმ ადამიანებს, რომელთა ოჯახებშიც ამ რეპრესიების ხსოვნა ჯერ კიდევ ცოცხალი არის, თუმცა თქვენ ალბათ როცა მუშაობდით ამ წიგნებზე ძალიან ბევრი ასეთი საარქივო მასალაც ნახეთ და ბევრი კონკრეტული ადამიანის ისტორიაც მოისმინეთ. თქვენ რა პარალელები გიცოცხლდებათ, როდესაც თვალს ადევნებთ იმ პროცესებს, რომელიც ახლა საქართველოში მიმდინარეობს? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენც ბერლინიდან უერთდებით ხვალ აქციებს. აქ არის 3 საათზე დანიშნული და იგივეს ვაპროტესტებთ, რასაც უმეტესი საღად მოაზროვნე მან ახლა საქართველოში და თბილისში. რეპრესიებზე ეს ბოლო პერიოდია, მათ ძალიან ბევრს ვფიქრობ, წარსულზე ვფიქრობ ბევრს და რაღაცნაირად ძალიან მტკივნეულად აღვიქვავ იმას, რომ ალბათ მაინც სათანადოდ ვერ შევაფასეთ, ვერ გადავაფასეთ. ეს არ არის მარტო ქართული პრობლემატიკა, ზოგადად მგონია, რომ ადამიანები ძალიან ცოტას და ძალიან ცუდად ვსწავლობთ ისტორიიდან, ფაქტის სახეზეა, ძალიან ბევრი რაღაცა მეორდება. თუმცა ჩვენ შემთხვევაში მე დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ აი ეს ბოლო პერიოდი, რაცა ესეთი სიტუაცია, ეს დაძაბულობა და მართლა ესეთ რაღაც გზაჯვარედინზე აღმოჩნდით, მაქვს ეგეთი განცდა და ძალიან ხშირად მესმის, რომ აი თუნდაც ეს შავი მასა, არ ვიცი, ეს მოძალადე ადამიანები, რომლებიც ასე იმეტებენ მოქალაქეებს, ასე იმეტებენ, რომელსაც პოლიცია ქვია თუნდაც. ადამიანები, რომლებიც სახეებსაც ჩვენ ვერ ვხედავთ და რომლებიც ზალადობენ ადამიანებზე, თავიანთი ქვეყნის მოქალაქეებზე, მათ მეზობრებზე, ალბათ ახლობლებზეც და ასე შემდეგ. რომ ძალიან ხშირად იყო ესეთი რაღაც თეორია, რომ ისინი არ არიან ქართველები, ისინი არიან რუსები, ან ისინი არიან რაღაცნაირად დაქირავებული და ასე შემდეგ. დარწმუნებული ვარ, რომ ნაწილობრივ ესეც არის, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი შეცდომა ალბათ ის არის, რომ ჩვენ აი წარსულიდან ზუსტად ეს გაკვეთილი რაღაცნაირად ვერ შევისწავლეთ სათანადოდ, რომ ქართველები არიან კი და 37 წელს მე და ალბათ ყველა ჩვენთაგანი ვინც იზრდებოდა ამ ეპოქაში და პერიოდში და ვისაც ესმოდა ბებიის, ბაბუის ეს რაღაცა ისტორიები ამ რეპრესიებზე, ყოველთვის იყო ესეთი ჩვენ ბავშვობაშიც ესეთი ზღაპრის ბოროტი გმირებივი წარმომედგინა ის შავი კაცები, რომლებიც ღამე მოდიან აკაკუნებენ და ესე ანონიმური ჩეკისტები, რომლის სიტყვის განმარტებაც არ ვიცოდი რას ნიშნავს, უბრალოდ ჩემთვის რაღაცნაირად ასოცირდებოდა ბოროტებასთან და ისინი მოდიან და იმათ მიყავთ ესე ადამიანები და ისინი მერე ხრებიან. ეს რაღაცა ესეთი შავი მითი იყო ჩემ ბავშვობაში. მე რა თქმა უნდა გავიზარდე, მივხვდი რა როგორ, მაგრამ ძალიან დიდი ხანი სანამ თუნდაც ამ წიგნის წერას დავიწყებდი, კვლევას დავიწყებდი, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, არ ვიცი, ალბათ ესეც რაღაცა ჩემი გულუბრყვილო დამოკიდებულება იყო, რომ ისინი არ არიან ქართველები. მაგრამ ფაქტია, რომ ის კითხვაც, რომელიც ხშირად დაგვისვავს ალბათ ყველა ჩვენთაგან საკუთარ თავისთვის, როგორ მოხდა ეს, როგორ დაიწყო, როგორ მოვიდნენ ეს ბოლშევიკები, საიდან მოვიდნენ ეს შავი კაცები. იმას უყურებთ ახლა, ანუ ჩვენ თვალწინ ხდება ახლა ეს აბსოლუტურად იდენტურად მეორდება ისტორია, იმიტომ რომ აი შავი კაცები არიან ბუკვალურად და მეტაფორულად ახლა ის ადამიანები და ისინიც ქართველები არიან სამწუხაროდ. და რეალურად ჩვენ რაღაცნაირად ალბათ ვერ აღვიქვით ეს, რაღაცა გაგვეპარა, რომ ჩვენ საზოგადოებაში მოხდა ეს გახლეჩვა, ეს ხრამი. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს რუსეთის გავლენას, არ გამორიცხავს ამით ფონზე რა ხდება პროპაგანდას, დაშინებას და ასე შემდეგ.
მაგრამ რეალურად ალბათ ჩვენ ეს ისტორიულად ეს შეცდომა ნამდვილად დაუშვით, რომ არ შევაფასეთ რაღაცეები, არ დავკავდით ამით, არც ერთი მთავრობისთვის არ იყო პრიორიტეტული ისტორიის შესწავლა. თუნდაც სკოლის წიგნებში ისტორიას, საბჭოთა ისტორიას ერთი თავი ეთმობოდა და მე მგონი დღემდე ეგრეა და დავით აღმაშენებელს და თამარ მეფეს წლობით სწავლობდნენ. ასევე არავისთვის არ გახდა აი ამის ნამდვილად საკუთარ შეცდომებზე ლაპარაკი პრიორიტეტული და ჩვენს შორის აი საზოგადოებაში რაღაცნაირად ვერ შედგა ეთყობა დიალოგი, იმიტომ რომ მე ყველაზე მეტად ეს მაშინებს და ამაზე შემტკივა გული, რომ გვინდა არ გვინდა ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და ძალიან რთულია ამ სიტუაციაში არ გაგიჩნდეს სიძულვილი, არ გაჩნდეს ეს რაღაცა გაუცხოება, მაგრამ ფაქტია, რომ დღეების ამაზე ვფიქრობ და ბოდიში გამიგრძელდა. კი ბატონო, თან შეკითხვასაც დაგისვავთ ხოლმე. მე წინა გადაცემაში მყავდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იმიტომ რომ ფაქტობრივად დევნილობაში ეს ადამიანი გაასწრო, გაეცალა, გაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დაგეგმვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, რომელთან საუბრის ერთ-ერთი მთავარი შედეგი ჩემთვის და ბევრი მაყურებლისთვისაც აღმოჩნდა იმის აღწერა, თუ საიდან ხდება რეკრუტირება აი ამ ადამიანების, ხო, მოძალადეების, რომლებიც სისტემის სახელით ძალადობენ ადამიანებს, უმტვრევენ სახის ძვლებს, ჟურნალისტებს, ხერხემალს და ასე, აი დაუნდობლობით და სისასტიკით ყველაზე მეტად ვინც გამოირჩევიან. და მან აღწერა თუ რა სოციალური ჯგუფებიდან, მათ შორის რა რეგიონალური ჭრილიდან ხდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ იქ უშუალოდ ხარაზიშვილთან მიმართებაში ქონდა ამას მნიშვნელობა, იმიტომ რომ კლანურ პრინციპზე არის აგებული დაკომპლექტება ამ ტიპის რაზმების. ეს გასაგებია მეტნაკლებად, რა ტიპაჟებთანა გვაქვს საქმე, როგორ ხდება, მაგრამ ამ ადამიანების საკმაოდ დიდ ნაწილში არა მარტო აი ამ ძალადობრივი როგორ ვთქვათ, ასე ვთქვათ, ინსტინქტების გაძლიერება ხდება. არამედ პრობლემას წარმოადგენს მათი ინდოქტრინაციის ხარისხი. საითკენ მივყავს ახლა და რაზე მინდა რომ უფრო თქვენ კონკრეტულად ისაუბროთ. ერთია ის შემსრულებლები, რომლებიც შემდეგ ადამიანურ სახე დაკარგულები სპეციალური რაზმების სტატუსით ამტვრევენ ძვლებში ჩვენს ახალგაზრდებს და საქართველოს მომავალს. თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს, მაგრამ მეორეა ამ ინდოქტრინაციის არხები, მედიუმი, ის ადამიანები და ის ინსტიტუტებიც, რომლებიც ამ ადამიანთა თავებშიც ნერგავენ საქართველოს დანარჩენი საზოგადოების მიმართ უპრეცედენტო მასშტაბის სიძულვილს, რაც აი ამ ბოლო ეპოქებში ჩვენ უბრალოდ არ გვინახავს. პასუხისმგებლობის ხარისხი, თქვენ როგორ გააცალკევებდით ამებს, იმიტომ რომ ვინც ამას აკეთებს, ისინი შედარებით განათლებულებიც არიან, ზოგიერთ შემთხვევაში საკმაოდ განათლებულებიც და შეუძლებელია მათ არ ესმოდეთ რას აკეთებენ, ან ვერ ხედავდნენ რა შედეგებს იღებდნენ. ეს ეხება პროპაგანდისტულ არხებს, ეს ეხება ადამიანებს, რომელთაც მათ შორის კულტურის სფეროს წარმომადგენლებს და ასე შემდეგ, რომელთა აქტიური გამოყენებაც ხდება აი ამ ინდოქტრინაციისთვის. ანუ თქვენ პასუხისმგებლობას როგორ დაანაწევრებდით და რას ეთყოდით იმ ხალხს, რომლებთა აქტიური პროპაგანდისტული საქმიანობის შედეგიც არის ის, რომ ესენი ასე დაუჯელად გრძნობენ თავს, მტრად განიხილავენ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში იბრძვიან და ასე სასტიკად ეპყრობიან მათ. ძალიან ისეთი დიდი თემაა ეს, რა თქმა უნდა, და ძალიან ბევრი კუთხით შეიძლება ამის განვრცობა. მაგრამ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თქვენ რასაც ბრძანებთ ახლა და ახსენებთ, რეალურად ყველა ინსტიტუცია, ვინც ასეთი ოფიციალურად რეკრუტირებას აკეთებს აი ესეთი კატეგორიის ადამიანების, ის ცალსახად მე ამათ ყველას გავაერთიანებდი სახელმწიფოში, ან მართლ პარტიაში. ის რაც დღეს ითვლება, რაც ერთიანდება ქართულ ოცნებად. ეს არის მათი ინსტიტუციები, სამინისტროები, ყველაფერი, რასაც სახელმწიფოს ვეძახით. ჩემი აზრით, ეს გამიზნულად ხდება. მან სწორედაც რომ არ მაქვს მე არანაირი კითხვა, იმიტომ რომ გასაგებია, ეს არის ძალიან ისეთი
მიზანმიმართული ბოროტმოქმედება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დღეს არ მესმის ჩემთვის ძალიან რთულია ამის გაგება, მაგრამ მინდა არ მინდა მე სხვა კუთხით ვსაუბრობდი ამაზე. მე ადამიანს საზოგადოებაზე ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში და არა მმართველობაზე, რომელიც რა თქმა უნდა ამას მიზანმიმართულად აკეთებს და მას სურს ესეთი რაღაცნაირი არც ვიცი რა დავარქვა, ჯარიც არ ქვია, რაღაცა მართლა სახე დაკარგული ნამუს დაკარგული, ადამიანობა დაკარგული, ადამიანების რაღაცა დაჯგუფება, რომელიც ძალადობს მერე მათ მოქალაქეებზე ყველანაირი გაგებით, ბუკვალურად, ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად და ასე შემდეგ. მაგრამ მან კითხვები მე მგონი აღარც დარჩა მინიმუმ ბოლო 2 თვის მანძილზე ყველაფერს გაეცა პასუხი, საით მიდიან, რა სურთ. და ჩემთვის ამ შემთხვევაში უფრო მე რითიც ვარ ამჟამად დაინტერესებული და სადაც მგონია რაზეც ვლაპარაკობდი წეგანა ეს ხრამი, მე მაინტერესებს ის ადამიანები, ის საზოგადოების ის ნაწილი, ვინც ამას ჯერ მაინც არ ხედავს, იმიტომ რომ ვერ ხედავს, ვეღარ ვიტყვი. ფაქტია, რომ ძალიან ბევრი, რა თქმა უნდა, რაღაცა მხრივ დამოკიდებულია ჩვენ სახელმწიფოში აი ამ სტრუქტურებზე, აქედან გამომდინარე სოციალური ფონიც მნიშვნელოვანია, რომ შეიძლება რაღაცა ნაწილი მაინც საკუთარ კეთილდღეობას ანიჭებს უპირატესობას და წირავს, ვთქვათ, ქვეყანას. არის ალბათ კიდე რაღაცა, არ ვიცი, დაშინების მეთოდებიც, მე სულ ვცდილობ რაღაცნაირად ავხსნა იმ საზოგადოების ნაწილი და იმ მათი ფსიქოლოგია, რომელთანაც მე ალბათ წვდომა არ მაქვს, იმიტომ რომ ჩვენც და ამ შემთხვევაში მეც აღმოჩნდა ალბათ რაღაცა გარკვეულ ბაბლში, იმიტომ რომ ჩვენ ალბათ ძალიან გვიან გავაანალიზეთ მაინც და სათანადოდ წინასწარ ვერ დავიჭერეთ თადარიგი, რომ საით მიექანებოდა ეს ყველაფერი, ასეთი რადიკალიზმით მაინც ალბათ არ გვინდოდა ამის დანახვა, თუმცა გვიანეს ალბათ 1 წელია ეს ყველაფერი ხო ასე თუ ისე მიმდინარეობს და გრძელდება. მაგრამ თქვენ კითხვას რო დაუბრუნდე, მან მგონია რომ ზუსტადაც ნათელია ყველაფერი. ეს არის სახელმწიფო, რომელიც ამას ქმნის და ამას უწყობს ხელს, იმიტომ რომ მას ეს ახლა ესე აწყობს. მან დარჩა მხოლოდ ძალადობის და შიშის მეთოდები და ამ ორივეს ძალიან ეფექტურად იყენებს. მე ამ შემთხვევაში ყურადღებას ვამახვილებდი უფრო ამ ფლანგის, აი ამ ადამიანების ინტელექტუალურ ნაწილზე. მათ პასუხისმგებლობაზე. თქვენ ახლა რაზეც საუბრობთ, ხო? არსებობს რაღაც გარკვეული კონიუნქტურის ფასი, რომელსაც იხდი ადამიანი, მიდიხარ გარკვეულ კომპრომისებზე, რაღაცაზე თვალს ხუჭავ, მაგრამ დღეს არის სიტუაცია, როდესაც თვალს უკვე ვეღარაფერზე ვერ ხუჭავ, იმიტომ რომ ეს რეალობა ყველა შემოუვარდა ოჯახებში. მათი შვილები, მათი ოჯახის წევრები, ნათესავები არათუ უბრალოდ ქუჩაში დგანან, არამედ ძალიან უსამართლოდ ექცევიან. იქნება ეს ფიზიკური ძალმომრეობა, თუ იქნება ფინანსურის, ხო, რაც ახლა ხდება 5,500 ლარიან ჯარიმებს ურიგებენ ადამიანებს, რომელთა შემოსავლებიც დიდწილად მთელი წლის განმავლობაში შეიძლება არ იყოს ამდენი. და ეს ყველაფერი ამას ყველაფერს აკეთებენ რაღაცის გამართლებით. დღეს ქონდა თუ არა საშუალება ჩვენი საინფორმაციოებისთვის თვალი გედევნებინა და არ ვიცი, მაგრამ აი გურის საკრებულოს ხელმძღვანელი ყვიროდა ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, ეს არ არის ჩემი აღწერა, უბრალოდ რომ ევროკავშირი არის მტერი და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ყველა ადამიანი საქართველოში ეს არის დასავლეთის აგენტი. პროკურატურაში საქმე აღძრული ჯაშუშობასთან დაკავშირებით ნეიტრალური საქართველოს სინამდვილეში რუსული საქართველოს წარმომადგენლების მიერ და პროკურატურა იძიებს. ანუ ეს ყველაფერი ძალიან სწრაფი ტემპით მიდის 30-იან წლებამდე გასული საუკუნის, უბრალოდ 21 საუკუნე არის ახლა და შეიძლება რეპრესიები ყველა ფორმით არ გავს იმ სიტუაციას, მაგრამ ნაკლები არ არის ფსიქოლოგიური, ემოციური თვალსაზრისით, იმიტომ რომ ამ მასშტაბის ზემოქმედების ციფრული მედია საშუალებები მაშინ ბროდ არ არსებობდა. ანუ კაცმა არ იცის შედეგების ანალიზის თვალსაზრისით რა უფრო მძიმე იყო ამ შემთხვევაში და ახლა როგორ უნდა გაუმკლავდეს საზოგადოება ამას ყველაფერს იმის გათვალისწინებით, რომ ყველაფრის უკან მათ შორის დგას რუსეთი და ბერლინიდან მაინტერესებს თქვენი აზრი, მიუნხენში მიდის ახლა კონფერენცია, ამას მარტო საქართველოს ქართველები შეიძლება გავუმკლავდეთ, რა არის ჩვენი წილი და როგორი არის დასავლური საზოგადოების გააზრების და პასუხისმგებლობის ხარისხი.
არა, ნამდვილად ჩვენ მარტო არ უნდა გავუმკლავდეთ და ნამდვილად არ მიმაჩნია რომ ეს ლოკალური პრობლემაა. მე სადაც ხმა მიმიწვდება და არა მარტო მე, ყველა ადამიანი, ვისაც შესტკივა საქართველოზე გული და მე ეს ბოლო პერიოდი სულ მიწევს პრესასთან ურთიერთობა, მე ყოველთვის ხაზს უსვავ იმას, რომ ეს არ არის ლოკალური პრობლემა, რომ ესე თუ გაგრძელდა ჩვენ ბრუნდებით რაღაცა საბჭოთა კავშირის პერიოდში, სადაც იწყება ეს დასავლეთი აღმოსავლეთის გადანაწილება, ისე იწყება ეს რაღაცა არ აქვს მნიშვნელობა ახლა მას საბჭოთა კავშირს დავარქმევთ, რუსეთს დავარქმევთ, იგივე სტრუქტურა, იგივე იმპერიალისტური მისწრაფებები და იგივე რაღაცა ინტერესები. და ეს ნელ-ნელა უახლოვდება დასავლეთსაც, იმიტომ რომ საქართველო არ არის რაღაცნაირი ესეთი განყენებული, ადრე თუ ესე აღიქმებოდა, უგვიანეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს პარადიგმები შეიცვალა. ამ დასავლურ საზოგადოებასაც მოუწია იმის აღქმა, რომ ეს არ არის რაღაცა ძალიან მისგან შორს და განყენებულად არსებული პრობლემა და ის მასაც შეიძლება შეეხოს. სამწუხაროდ ეს ომი გახდა ამისთვის საჭირო, მაგრამ ეს დამოკიდებულება ნამდვილად შეცვლილია. პირველ რიგში ჩვენ არ უნდა გავჩუმდეთ, არ უნდა გავჩერდეთ. ჩვენ როგორც საზოგადოებამ უნდა გავაგრძელოთ ხმაური, სადაც მიგვიწვდება ხმა ამაზე საუბარი, მაგრამ რა თქმა უნდა ევროკავშირის და ამ შემთხვევაში ამერიკაც პირველ რიგში სანქციებით და აი ამ თუნდაც ამ მმართველი პარტიის სრული პოლიტიკური იზოლაციით უნდა დაგვიდგეს მხარში და გვერდში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ზუსტად ამაზე ვსაუბრობდი. ჩვენც უნდა მოვახდინოთ ერთგვარი რეკრუტირება. ძალიან რთულია, ძალიან და ძალიან რთულია, როდესაც ადამიანი, რომელიც შენ გამცირებს შენ აზრს აბუჩად იგდებს მეტი ჩვენზე ძალადობ შენ იმასთან დიალოგი აწარმოო მაგრამ რაღაცნაირად ესეთ სიტუაციაში ვართ რომ ერთადერთი პლუსი რაც შეიძლება ჩვენ გვაქვს და რაც არ გააჩნდათ ჩვენს წინაპრებს 30-იან წლებში რომ ჩვენ ზუსტად იმიტომ რომ ეს ისტორიული მეხსიერება შემორჩენილია რამდენადაც არ უნდა კონდეს ეს გაანალიზებული ჩვენ გვაქვს ამაზე წვდომა ეს კი ნიშნავს რომ ჩვენ შეგვიძლია ის გამოცდილება გამოვიყენოთ ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით გვახსოვს შეიძლება ბევრმა არ იცის ეს და თქვათ არ წაუკითხავს ამის შესახებ, მაგრამ ჩვენს რაღაცა კულტურულ მეხსიერებაში ის არსებობს. აქედან გამომდინარე ჩვენ უკვე ვიცით რა საფრთხე გველის. ეს არის აბსოლუტურად მართლა იდენტურად მეორდება რაღაცეები. რა თქმა უნდა, გეთანხმებით სხვა მეთოდებით, ცოტა სხვა ხელწერით, იმიტომ რომ სხვა ეპოქაა, მაგრამ რეალურად იგივე რაღაცა ხდება, იგივე მეთოდით, იგივე მისწრაფებებით, იგივე ინტერესებით და არ ვიცით ჩვენ თუნდაც ორ თვეში რას იკადრებენ, რასაც ეხლა შეიძლება არ კადრულობენ, იმიტომ რომ ერთი წლის წინ ჩვენ ამ რეალობასაც ვერ წარმოვიდგენთ და ყოველთვის ის კითხვა რო ჩნდება და გერმანიაშიც ხშირად მქონია ეს რომ აი როგორ მოხდა, როგორ დაიწყო აქ ეს ფაშიზმი ტოტალიტარიზმი სად იღებს სათავეს, როგორ დაიწყო, როგორ ეს ბოლშევიზმმა როგორ მოიკიდა ფეხი. კი, გასაგებია წითელი არმია შემოიჭრა და ასე შემდეგ, მაგრამ არ იყო მარტო მან რუსული თემატიკა, ამაზე დავიწყე ჩვენი საუბრის დასაწყისში, ამაზე მინდოდა ყურადღების გამახვილება, რომ ჩვენი წელი პასუხისმგებლობა რაღაცნაირად არ ავიღეთ და ბოლომდე არ გავაანალიზეთ ჩვენივე შეცდომები. მაგრამ ეხლა მაინც არის შანსი. და აი რეკრუტირებას რო ვიძახი, რა თქმა უნდა, ბჭყალებში და ცოტა ირონიით, მაინც მგონია, რომ ჩვენც უნდა მაინც გვინდა არ გვინდა ვეცადოთ დიალოგი ვაწარმოოთ, ვეცადოთ ყველა ადამიანი, ვისაც ხმა მიგვიწვდება, ვინც განსხვავებული აზრისაა, ვისაც ეშინია. მე არ ვლაპარაკობ სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავებს, მე არ ვლაპარაკობ იმ ადამიანებს, ვინც ამას ამართლებს და ვინც მათი მიმდევარია, ვინც დღესდღეობით მე მგონია, რომ მან ერთადერთი ინტერესის გამო შეიძლება ამ წრეში დარჩე, ამ ჭაობში, ამ ძალადობაში. ეს არის, როდესაც პირადი ინტერესი ამ შემთხვევაში რაღაცნაირად ფინანსური, ალბათ მან დადის მაინც ყველაფერი ეგ გამოძრავებს. ან რაღაცნაირად დავალებული ხარ. სხვა ვერაფრით ვეღარ ხსნი, მაგრამ არიან ის ადამიანებიც, ვინც მერყეობენ, ვისაც ეშინიათ, ვინც მაინც თulis, რომ თუნდაც იგივე ეს პროპაგანდული, ეს აბაომი გინდათ, ვისთანაც ეს დღემდე მუშაობს. და ძალიან რთული მისია გვაკისრია, მაგრამ მგონია, რომ ჩვენ უნდა რაღაცნაირად ისევ გავერთიანდეთ როგორც საზოგადოება. იმიტომ რომ ყველა გჭირდება, ყველა უნდა გამოვიდეთ, რომ აღუდგეთ აი ამ მართლა ბნელ მასას წინ და ხო ძალიან ცუდია და რთულია, მაგრამ მგონია რომ მაინც შესაძლებელია ზუსტად იმიტომ რომ ჩვენ ეს ისტორიული გამოცდილება გვაქვს და გვახსოვს.
ძალიან დიდი მადლობა. ეს ისტორიული გამოცდილება და ჯერ კიდევ ცოცხალი მეხსიერება, რომელიც კომუნისტების პერიოდში ცადეს, რომ საერთოდ დაეკარგათ და ეს არის ალბათ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რაზეც თქვენ საუბრობდით, რომ დღევანდელ მდგომარეობაში ვარ, დაგვიანებით რეაგირებთ რაღაცებზე, ან რაღაცის მოლოდინი არ გვაქვს, რომ შეიძლება მოხდეს. დღეს მაინც ვართ ალბათ უკვე იმ მიჯნაზე, როცა საერთო ძალისხმევა არის გადამწყვეტი, ხვალ ზუსტად ამის კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება, რას ეტყოდით თბილისის ქუჩებში გამოსულ ადამიანებს, განსაკუთრებით კი მათ, რომლებიც დღეს პატიმრობაში სინდისის პატიმრებად არიან საპყრობილეში. გამძლეობას ვუსურვებ ყველა ჩვენთაგანს. ალბათ იმას ვეტყოდი, რომ არც ერთი განსაკუთრებით ის ადამიანი, რომელიც მართლა რაღაც ჩვენი სინდისის სიმბოლო გახდა, ვისაც თავისუფლება აქვს აღკვეთილი, ვინც შიმშილობს, ვინც ფიზიკურად იტანჯება, ისინი არ არიან მარტო, ალბათ ამას გრძნობენ, იციან და როგორც თქვი, ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ გავერთიანდეთ, ჩვენ მოვახერხებთ, დარწმუნებული ვარ ნამდვილად, რომ მაინც სადღაც რაღაცნაირი ნაციონალური სინდისი არსებობს, რომელიც გადაწონის აი ამ ყველანაირ ამორალურობას, აი ამ არ ვიცი ადამიანური სახის დაკარგვას, რომელსაც ჩვენ ახლა ვუპირისპირდებით, რომლის მოწმეებით ვხდებით, მაგრამ მაინც მინდა იმედი ვიქონიო, რახან ჩვენ ისტორიას რო გადავხედოთ, ყოველთვის ვახერხებდით რაღაცნაირად გადარჩენას, თუმცა რა თქმა უნდა ძალიან დიდ ფასს ვიხდიდით ყოველთვის. მაინც მინდა იმედი ვიქონიო, რომ უმეტესი ჩვენთაგანი მაინც არ გაწირავს საკუთარ სამშობლოს კეთილდღეობის გამო, საკუთარი და მხოლოდ პირადი ინტერესის, რომელიც საბოლოოდ მაინც და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული გამოცდილებაა, რომელიც მინდა რომ გავიხსენოთ. საბოლოოდ სისტემა, ყველა ტოტალიტარული სისტემა, ამ შემთხვევაში ჩვენ ახლა საბჭოთა კავშირზე საუბრობთ, ის ყოველთვის იწყებს საკუთარი შვილების შეჭმასაც. ის ურჩხული მე აღარ ნაყრდება მხოლოდ მტრებით, ან ხელოვნურად შექმნილი მტრებით. ის აუცილებლად გადადის საკუთარ მოხელეებზეც, მონებზეც, მოდი ესე უხეშად ვიტყვი და ის არავის აღარ ინდობს. ბოლოს ეს პარანოია, თუნდაც სტალინისტური ტერორის დასრულდა, თუნდაც იმითი, რომ სტალინს ფაქტიურად მისივე პარანოია შეეწირა. მას ალბათ გადაარჩენდნენ იქამდე, რომ აი ეს ტოტალური აგონია არ ყოფილიყო, არ არსებულიყო მთელ საბჭოთა კავშირში. ფაქტიურად შეეშინდათ მისთვის ექიმის გამოძახება. ეს ძალიან კარგი მაგალითია იმისთვის, რომ მაინც გავიხსენოთ, რომ არაფერი და არავინ არ ღირს იმათ, არანაირი კეთილდღეობა, რომ დაკარგო ადამიანურ სახე და ერთად ალბათ აი გაერთიანებული ძალებით შევძლებთ ძალიან მინდა იმედი ვიქონიო და იძულებულებიც კი ვართ, რომ იმედი ვიქონიოთ. ძალიან დიდი მადლობა, ნინო ხარატიშვილი გვერდებოდა ბერლინიდან.